დავიწყეთ ახლა. ესე იგი, წამოვიღეთ Arduino, თუ გინდათ, რა თქმა უნდა, აქედან იხელმძღვანელეთ. აი ასე, მაგრამ აი აქ გავაკეთებ ახლა. წამოვიღეთ breadboard-ი, წამოვიღეთ LED, წამოვიღეთ რეზისტორი, წამოვიღეთ პოტენციომეტრი, კიდე ხომ არაფერი გვაქვს. მეტი არაფერი. ესე იგი, ჩვენ პოტენციომეტრის მნიშვნელობით უნდა შევძლოთ LED-ის სიკაშკაშის რეგულირება. ახლა, სანამ ამას ვიზამთ, მანამდე პოტენციომეტრი უნდა გავიგოთ რა არის. რეზისტორი ხო ვიცით რა არის, რეზისტორი ქმნის წინაღობას, ხო? ესე იგი, მსგავსი არის პოტენციომეტრიც, ოღონდ ეს არის მექანიკურად მართვადი, ანუ ნახეთ, თუ დაუკვირდებით, ამას აქვს 3 ფეხი და შეგვიძლია მარჯვნივ დავატრიალოთ და მარცხნივ დავატრიალოთ. ახლა ვერ დავატრიალებ, სანამ სტარტს არ დავაჭერ. აი, შეგვიძლია მარჯვნივ დავატრიალოთ და მარცხნივ დავატრიალოთ. ესე იგი, ნახეთ, თუ მარცხნივ გვაქვს დატრიალებული, შუა ფეხსა და მარცხენა ფეხი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ახლა ამას დაფაზე ძალიან კარგად ხსნი და ბავშვები ეგრევე იგებენ, სადაც შემიძლია დავხატო ეს პოტენციომეტრის შიგააგებულება, მაგრამ ახლაც შევეცდები, რომ ავხსნა. ესე იგი, წარმოვიდგინეთ, რომ შუა ფეხი და მარცხენა ფეხი არის დაკავშირებული და ასევე შუა ფეხი და მარჯვენა ფეხიც არის დაკავშირებული. იდეაში მარცხენა და მარჯვენა ფეხიც არის დაკავშირებული. უბრალოდ წარმოვიდგინეთ, რომ აი აქ არის ძალიან ბევრი წინაღობა, აი აქ წინაღობებია ძალიან ბევრი. ახლა თუ გვინდა რომ ჩვენ შუა ფეხი და მარცხენა ფეხზე შევაერთოთ, ანუ მაგალითად წამოვიღეთ განათება და გავწყვიტეთ ეს კაბელი და ეს კაბელის ნახევარი შევაერთეთ აქ და ნახევარი შევაერთეთ აქ. აი მოდი გავაკეთოთ ახლა. რეზისტორს დავანებოთ თავი, მაგალითად მარტო პლუსზე და მინუსზე, ანუ წამოვიღეთ ეს პლუსი, შევაერთეთ აქ, წამოვიღეთ მინუსი, შევაერთეთ აქ. ახლა მინუსიდან წამოვიღეთ და შევაერთეთ პოტენციომეტრის ერთ ფეხზე, შუა ფეხი წამოვიღეთ და შევაერთეთ აი აქ LED-ის მინუსზე და LED-ის პლუს ფეხი წამოვიღეთ და შევაერთეთ აი აქ, ანუ პლუსში. ახლა სტარტს, როდესაც დავაჭერ, ნახეთ, LED-ი რა თქმა უნდა გვიჩვენებს, რომ გადაიწვება, იმიტომ რომ რეზისტორი არ გვაქვს დაყენებული, მაგრამ თუ ამას დავატრიალებ, მე ნახეთ, გაქრება ის და ოდნავ უკვე იბჟუტებს, ხო, დაიწყებს ჟუტვას და თუ მაქსიმალურად ბოლომდე დავატრიალებ, აი თითქმის ჩაქვრება, თითქმის კი არა, აი ჩაქვრა. ესე იგი, რა ხდება აქ? ესე იგი, აქედან როდესაც წამოვიდა დენი, აქ გამოიარა, როდესაც ეს არის ქვევით, ამ შემთხვევაში აქ შეხვდა ნაკლები წინაღობა, ასე წავიდა, წამოვიდა ქვევით, ანუ აქ შეხვდა ნაკლები წინაღობა, წამოვიდა და LED-ი გადაწვა, მაგრამ თუ მე ამას ზევით ავწევ, მაგ შემთხვევაში აი აქედან აქამდე, სანამ აი ამ ხაზამდე მივა, მაშინ უკვე წინაღობები შეხვდა აქ, ბევრი წინაღობა შეხვდა და ამიტომ მოუკლო ამ LED-ის განათებამ. იგივე არის აქაც, ოღონდ უკუპროპორციულია. ახლა ნახეთ, თუ აქედან ნახეთ ეს მარცხენა ფეხი და შუა ფეხი ასე უკვე ნაკლებ წინაღობაა, ხო? მაგ შემთხვევაში შუა ფეხი და მარჯვენა ფეხზე ყველაზე დიდი წინაღობაა. ახლა ამის გაზომვა ძალიან კარგად შეიძლება მულტიმეტრით, მაგრამ მულტიმეტრი ჯერ არა მიხსნიათ, ეს მულტიმეტრი შემდეგ დავალებებში მოდის და ამიტომ ასე ერთიანად ახლა რო შევყარო ეს ახალი მასალა არ მინდა. კარგი, მოდი ახლა მეორე LED-ი წამოვიღოთ და უფრო დაინახავთ. აი მეორე LED-ი დავსვათ, ასე დავსვათ, რომ კარგად შეხედოთ. ესე იგი, ახლა ნახეთ, შუა ფეხი ხომ არის აქ შეერთებული. ამის შუა ფეხი. მოდი ახლა გადავანაცვლოთ, რომ თითქმის ერთნაირად იყოს. ანუ ესეც წავშალოთ. ეს შევაერთოთ შუა ფეხზე, ასე. აქედან წამოვიღოთ და შევაერთოთ ამის ფეხზე და აქედან წამოვიღოთ ასე, ესეც შევაერთოთ ამის მინუსზე. ესე იგი, რა გავაკეთეთ ახლა? აქედან Arduino-და რომ წამოვიდა მინუსი, გამოიარა, შევიდა შუა ფეხში, ხო? აი აქ შუა ფეხში შევიდა. აქედან გადავა აქეთ, წამოვა ასე და გამოვილის აქ. ასევე აქედან ასე გადავა, აქედან უკვე ამ ბევრი წინაღობის გავლა მოუწევს, ჩამოვა აქ და წავა აქ. ეს კიდევ შევაერთოთ პლუსში. აი ეს. სტარტს როდესაც დავაჭერ, თუ მარცხენა
ამას ჩამოვწევ ახლა ქვევით და ესე იგი თუ ეს აინთება ესაა ჩამქრალი, მაგრამ ეს რომ პირიქით გადავწიო, მეორე აინთება, ნახეთ ბოლოში რო გადავიტანო, მეორე აინთება და ეს იქნება ჩამქრალი. ესე იგი ეს ფეხები, ანუ ამ ფეხების წინაღობები უკუპროპორციული არის, ერთი თუ იზრდება, მეორე იკლებს, ანუ ამის წინაღობა თუ იზრდება, შუა ფეხის და მარჯვენა ფეხის იკლებს. თუ ერთი იკლებს, მეორე იმატებს. კარგი, ეს არის წესით ასე ბრედბორდი დავაბრუნოთ ისევ თავის ადგილზე. აი ეს. ახლა რას ვაკეთებთ? ახლა უბრალოდ პოტენციომეტრი ნახეთ, ხომ გქონდა ჩვენ რომ როდესაც ბოლომდე გადავიტანდით, მაშინ ინთებოდა ლედი და ეგრევე იწებოდა, ხო? ახლა ჩვენ უნდა განსაზღვროთ პოტენციომეტრის მნიშვნელობა. ჯერ გავიხსენოთ რომ ლედის მნიშვნელობა არის 0-დან 255-მდე, ხოლო პოტენციომეტრის მნიშვნელობა არის 0-დან 1023-მდე. კარგი, ახლა შეერთებები. ჯერ პირველ რიგში სანამ ლედს ავანთებდეთ პოტენციომეტრის დახმარებით, მანამდე პოტენციომეტრის მნიშვნელობის წაკითხვა უნდა ვიცოდეთ. ჯერ უნდა ვისწავლოთ, სანამ პოტენციომეტრის მნიშვნელობას წავიკითხოთ, მანამდე უნდა ვისწავლოთ თუ როგორ უნდა შევაერთოთ არდუინოზე. აუცილებლად მარცხენა ფეხი და მარჯვენა ფეხი მინუსზე და პლუსზე, ანუ მარცხენას თუ შევაერთებთ მინუსზე, მაგ შემთხვევაში მარჯვენა შევაერთოთ პლუსზე. და შუა ფეხი არის უკვე სიგნალი, ანუ სიგნალი ეს არის საიდანაც ვკითხულობთ უკვე ნიშნულობას, ასე ჩამოვიტანოთ და ეს შევაერთოთ აი აქ A0 ანალოგიურ პინზე უნდა შევაერთო, იმიტომ რომ როგორც გითხარით, პოტენციომეტრის მნიშვნელობა იზრდება 0-დან 1023-მდე და უნდა წავიკითხო პოტენციომეტრის მნიშვნელობა. ახლა ეს მინუს ჰორიზონტალურ ხაზში და პლუს ჰორიზონტალურ ხაზში კი შევაერთე, მაგრამ ეს მინუსის და პლუსის ხო უნდა დავაერთო აქ არდუინოზე. ამას ამოვიღებ შევაერთებ აქ მინუსი, ამას ამოვიღებ შევაერთებ აქ პლუსი. გადავიდეთ კოდებში, ჩამოვშალოთ ბლოკს, ავირჩიოთ ტექსტი, continuous დავაჭიროთ, ეს წავშალოთ. ესე იგი, როგორც გითხარით, პოტენციომეტრის მნიშვნელობა იზრდება 0-დან 1023-მდე. ესე იგი, სტარტს დავაჭიროთ, კოდი არ გვაქვს. დავაბრუნოთ ისევ. სტარტს დავაჭიროთ. თუ მე ამას მარცხნივ წამოვიღებ, წაიკითხავს 0-ს, ხო? შეხედეთ 0-ს წაიკითხავს, თუ ამ ფეხით ვკითხულობ, წაიკითხავს მნიშვნელობას 0-ს და რაც უფრო გადავწევ მარჯვნივ, მით უფრო მოიმატებს და ავა 1023-მდე, მაგრამ ზუსტად 1023-ს არ წერს ეს ჩვენი ტინკერკადის პოტენციომეტრი, ну 1000-მდე ადის. ახლა შევაერთოთ, მოდი ეს სტოპს დავაჭიროთ, შევაერთოთ ეს LED-ც, ეს რეზისტორი იყოს 220 ომი, კილოომი ჩამოშალოთ, ავირჩიოთ ომი. პინი უნდა შევაერთოთ არდუინოს ერთ-ერთ ფეხზე, რომელსაც აქვს ანალოგიური მნიშვნელობის წაკითხვის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში მე-5-ზე, ან მე-3-ზე, ან მე-6-ზე, ან აი აქ A-დან რომელიმეზე. იმიტომ რომ უკვე ვიცით, რომ აი ეს მინუსივით რომ აქვს დახატული, იმას შეუძლია ანალოგიური მნიშვნელობის სიგნალის გამოცემა. ესე იგი, რა გითხარით, პოტენციომეტრის მნიშვნელობა არის 0-დან 1023-მდე, ლედის მნიშვნელობა არის 0-დან 255-მდე. აი ესეც კიდე შევაერთოთ მინუსში, აი აქ არ დაგვავიწყდეს და დავიწყოთ ახლა კოდის წერა. კოდს დავაჭიროთ და დავიწყეთ. ესე იგი, პირველ რიგში პოტენციომეტრის მნიშვნელობა ხო უნდა წავიკითხოთ და წაკითხული მნიშვნელობა, ანუ არდუინო უნდა წაიკითხოს პოტენციომეტრის მნიშვნელობა, მაგრამ არდუინომ რომ შეძლოს პოტენციომეტრის მნიშვნელობის წაკითხვა, ჩვენ არდუინოს კოდი უნდა დავუწეროთ. მაგრამ დაუშვათ წაიკითხა პოტენციომეტრის მნიშვნელობა, სადღაც ხომ უნდა შეინახოს, ამიტომ უნდა შევქმნათ სვლადი. ვქმნით სვლადს int integer ტიპის pot value დავარქვათ, რომელიც თავიდან გავუტოლოთ 0-ს. წერტილზემე ჩამოვედით ქვევით. ახლა შევქმნით ფუნქცია void setup. ფრჩხილები, ფიგურული ფრჩხილი enter, ჩამოვედით ქვევით, დავხურეთ ეს ფრჩხილი და შემოვედით ტაბით მარჯვნივ. ახლა setup-ში რას ვაკეთებთ? setup-ში ვაკეთებთ პინების განსაზღვრას, ხო? ესე იგი, ჩვენი კომპონენტები ამ შემთხვევაში LED და პოტენციომეტრი, რომელ პინებზე მაქვს შეერთებული, არდუინოს რომელ პინებზე მაქვს შეერთებული. ესე იგი, pin mode გავხსენით ფრჩხილი
და LED მაქვს მეხუთე პინზე, ანუ მეხუთე პინი მძიმე იყოს output-ი. იმიტომ რომ Arduino-მ უნდა გამოსცეს სიგნალი მეხუთე პინზე და ანთოს LED. ხოლო მე-0 პინი აი ეს A0. ანუ აქ დავწეროთ pin mode, გავხსენეთ ჭრილი, მე-0 პინი უნდა იყოს input-ი. დავხუროთ ჭრილი და წერტილმძიმე input-ი, იმიტომ რომ აი პირველად ვწერ inputs ამ ვიდეოების განმავლობაში, რაც გავიარეთ. Input-ი, იმიტომ რომ პოტენციომეტრმა უნდა გადასცეს ინფორმაცია, ამ შემთხვევაში წინაღობა უნდა წაიკითხოს, ხო? Arduino-მ, ამიტომ Arduino-ს უნდა ვუთხრათ, რომ აი ეს პინი იყოს მიმღები, ანუ Arduino-ში შემტანი, ინფორმაციის შემტანი. კარგი, ესეც დავწერეთ, ახლა გადავედით loop ფუნქციაზე, void loop. ჭრილი გავხსენით, ფიგურული ჭრილი, ჩამოვედით ქვევით და გამოვედით კვერტით. Pot value-ში ხომ უნდა შევინახოთ ჩვენ პოტენციომეტრის მნიშვნელობა. ამიტომ აქ ვწერ ახლა pot value უდრის და ნახეთ როგორ ვკითხულობთ პოტენციომეტრის მნიშვნელობას analog read-ით. ნახეთ ხომ არსებობს analog write-ი და digital write-ი. არსებობს analog read-ი და digital read-იც. Analog writes იმიტომ ვიყენებთ, რომ პოტენციომეტრის მნიშვნელობა 1 და 0 არ არის. 1 და 0 რომ იყოს, მაგ შემთხვევაში გამოვიყენებდით digital reads. მაგრამ analog reads იმიტომ ვიყენებთ, რომ პოტენციომეტრის მნიშვნელობა ცვალებადია 0-დან 1023-მდე. ამიტომ analog read და მე-0 პინზე, ანუ ჩვენ ხომ მე-0 პინზე გვაქვს შეერთებული პოტენციომეტრი. წაიკითხე მე-0 პინზე შემოსული სიგნალი, აი ასე. და რამდენსაც წაიკითხავს იმ მნიშვნელობას შეინახავს pot value. ახლა ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია ეს pot value დავაბეჭდნოთ serial monitor-ზე, მაგრამ serial monitor ჯერ არ გვაგვივლია და მომდევნო დავალებებში იქნება. ამიტომ ზედმეტად რომ არ დავტვირთო ეს ვიდეო, გეტყვით რომ პოტენციომეტრის მნიშვნელობას თუ წაიკითხავს აი ეს analog read-ი, ხომ შეინახავს pot value და ჩვენ ხომ უკვე ვიცით რომ პოტენციომეტრის მნიშვნელობა იცვლება 0-დან 1023-მდე. ახლა ჩვენ რომ უთხრათ LED აანთე, აი მოდი დავწეროთ თუნდაც analog write გავხსენეთ ბრჭყილი და მეხუთე პინზე, მეხუთეზე ხომ გვაქვს შეერთებული, მეხუთე პინზე გავუშვი, მეხუთე პინზე გავუშვი pot value-ს მნიშვნელობის მქონე სიგნალი. ანუ აქ რომ დავწეროთ აი ასე და წერტილმძიმე. ახლა რა მოხდება? ეს LED კი აინთება, მაგრამ თუ pot value-მ წაიკითხა პოტენციომეტრის მნიშვნელობა, რომელიც 255-ს გადაცდება, 300 იქნება, 400 იქნება, 500, 1000, 1023. მაგ შემთხვევაში ჩვენ ხო ვიცით, რომ LED 255-მდე მუშაობს მარტო, ანუ მაქსიმალური სიკაშკაშე 255 აქვს. მოდი გავუშვათ analog ეს არ დავშალეთ analog. აბა გავუშვათ. და აი ნახეთ, აინთო, მაგრამ როდესაც ამას ამოვიღებ, აი შეხედეთ რას აკეთებს, ალაგ-ალაგ ციმციმებს. აი ჩავარდნები აქ. არა და მე მინდა რომ როდესაც მარცხნივ იქნება და ჩამქრალი იყოს და ნელ-ნელა როდესაც ამას გადავწევ, ნელ-ნელა მოიმატოს სიკაშკაშემ და როდესაც პოტენციომეტრს ბოლომდე გადავწევ, მაშინ ბოლომდე იყოს ანთებული ეს. და ჩავარდნები იმიტომ აქვს, რომ analog read-ით ჩვენ რო ვკითხულობთ pot value-ს მნიშვნელობა 0-დან 1023-მდე არის და LED კიდე 0-დან 255-მდე მუშაობს. ამიტომ აქვს ჩავარდნები, თუ წაიკითხა pot value-მ 255-ზე მეტი, 300 იქნება ეს 350, 400 თუ რა, ამ შემთხვევაში ვერ იგებს, ხო? რა სიკაშკაშით აანთოს LED Arduino-მ. ამიტომ ჩვენ ეს pot value უნდა გადავიყვანოთ პროპორციულად
0-სა და 255 მნიშვნელობას შორის. ესე იგი, თუ ეს იქნება 0, ანუ pot value იქნება 0, LED-ის სიკაშკაშეც უნდა იყოს 0. თუ ეს იქნება სიტყვაზე 1023-ის ნახევარის დაახლოებით 512, მაშინ LED-ის სიკაშკაშეც უნდა იყოს 255-ის ნახევარი. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ფუნქცია map ფუნქციას. მაგრამ უკვე დამეფილი, ანუ უკვე პროპორციულად გადაყვანილი მნიშვნელობა ხო სადღაც უნდა შევინახოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ისევ შეგვიძლია pot value გამოვიყენოთ და იქვე pot value დავმეფოთ, ან შეგვიძლია ახალი ცვლადი შევქმნათ, მაგალითად int, stop დავაჭიროთ, int და მაგალითად LED value დავარქვათ. უდრის 0-ს უდრიდეს თავიდან და აი აქ LED value უდრის და აი აქ უკვე უნდა გამოვიყენოთ map ფუნქცია. ახალი ბრძანება არის map-ი, გავხსენით ბრჭყილი და რა უნდა დავმეფოთ? პირველ რიგში იმას ვწერთ, ესე იგი რა მნიშვნელობა უნდა გადავიყვანოთ, ანუ აქ უნდა დავწეროთ pot value მძიმე და საიდან უნდა გადავიყვანოთ? სად? ესე იგი რა ინტერვალიდან უნდა გადავიყვანოთ რა ინტერვალში? ამ შემთხვევაში ჩვენ pot value უნდა გადავიყვანოთ 0-სა და 1023-დან, ანუ ამ ინტერვალიდან უნდა გადავიყვანოთ 0-სა და 255 ინტერვალს შორის და წერტილმძიმე და აქ უკვე pot values კი აღარ დავწერ, აქ უკვე დავწერ მე LED values. Starts დავაჭიროთ. აი როგორც ხედავთ ახლა ანთებული არის მაქსიმალური სიკაშკაშით და როდესაც ამას ნელ-ნელა დავატრიალებ, ჩავარდნები აღარა აქვს უკვე, აი ნელ-ნელა აკლებს სიკაშკაშეს, თუ დაუკვირდებით ნელ-ნელა და სულ ბოლოში რომ მოვიტან, მთლიანად ჩაქვრა. ეს map ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ხშირად გვჭირდება შემდეგ დავალებებში, ამიტომ ყურადღებით დაიმახსოვრეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, map ფუნქცია არის დამეფვა, რაღაც მნიშვნელობის გადაყვანა, რაღაც მნიშვნელობაში. ახლა რას ნიშნავს? 0-სა და 1023 ინტერვალში ყოფი მნიშვნელობა პროპორციულად გადაიყვანენ 0-სა და 255 მნიშვნელობაში. ასე რომ ვთქვათ, შევავიწროვეთ ხო ეს მნიშვნელობა პროპორციულად, შევავიწროვეთ, შევკვეცეთ, რავი, რაც გვინდა ის დაუძახოთ. უბრალოდ map-ის შემდეგ ბრჭყილები იწერება თავში და ბოლოში და პირველი იწერება რა მნიშვნელობის გადაყვანა გვინდა და ეს pot value რა თქმა უნდა ზევით უნდა იყოს. ეს pot value ქვევით რომ ჩამოვიტანოთ map-ის ქვევით, მაშინ რა თქმა უნდა ვერ იზამს, იმიტომ რომ ჯერ უნდა წავიკითხოთ analog read-ით ეს მნიშვნელობა შეინახოს pot value-მ, ანუ ამ ცვლადმა და შემდეგ დავმეფეთ უკვე და დამეფილი, ანუ უკვე პროპორციულად გადაყვანილს შეინახავს LED value ცვლადი და შემდეგ აანთებს ამას. კარგი, stops დავაჭიროთ, ეს შეგვიძლია მთლიანად მოვნიშნოთ, ახლა დავაკოპიროთ და ჩავსვათ აი აქ. ესე იგი ორი ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდეთ, ეს არის პოტენციომეტრი და ეს არის map ფუნქცია. Submit continuous დავაჭიროთ.